ის წინ მოდის, მე კი ოქტაგონის გასვლის ზედმეტად შორს ვიწყებ გადაადგილებას და გალიასთან ვახლოვდები. მას უყვარს შენი გამოჭერა და მოქცევა იმ შავი ხაზის შიგნით. ხანდახან გინახავთ როგორ იკვრება ხოლმე სულ ბლოკში, რაც გზას უხსნის ფეხით დარტყმებს. ჯასტინ გეიჯი და ილია თოფურია თეთრი სახლის ივენთის მთავარი ბრძოლა, უზარმაზარი ჭხუბია. ილია რა თქმა უნდა ფავორიტად გამოიყურება. პროფესიონალები ამბობენ, რომ ეს შეიძლება ძალიან ცუდი ღამე აღმოჩნდეს ჯასტინ გეიჯისთვის. მაგრამ მოდით ეს ყველაფერი ცოტა უფრო ღრმად გავარჩიოთ და დეტალებში შევიდეთ. ჯასტინ გეიჯი აშკარად გამძლე აგრესიული მებრძოლია და ამავდროულად საკმაოდ გათვლილადაც მოქმედებს. ბევრი ხედავს მის აგრესიას და გონია, რომ ის უბრალოდ ღიად დაუხვდება ილიას. მაგრამ ჩარლზ ოლივეირა ბევრად უფრო აგრესიულია ვიდრე ჯასტინ გეიჯი. ჩარლზის შემთხვევაში მინახავს, როცა ბრძოლაში შედის, უბრალოდ ხელებს იქნევს. დაცვაზე საერთოდ არ ფიქრობს, წნეხს აძლიერებს და სუფთა შეტევაზეა გადასული. ჯასტინ გეიჯისაც დიდი არსენალი აქვს შეტევაში, ძალიან აგრესიულია. მაგრამ ის მაინც ცდილობს თავი დაცულ პოზიციაში ჩააყენოს და ბლოკში დაგიდგეს. ხანდახან დაინახავთ როგორ იკვრება დიდ ყრუ ბლოკში. მინახავს ზოგიერთ ამას განიხილავს და ამბობს, რომ ეს დიდი პრობლემაო. დიახ, შეიძლება გახდეს დიდი პრობლემა. მაგრამ მილია შენთვის იქნება უდიდესი პრობლემა, თუ შეეცდები წნეხი განახორციელო, დარტყმები ისროლო და თავად ნიკაპი ღიად დაუტოვო, რომ მან უბრალოდ კონდარტყმაზე დაგიჭიროს. და თუ ჯასტინ გეიჯი ზედ პოზიციას დაიკავეს, როგორიცაა ძლიერი ჰაიქიკის დარტყმა და მერეგრევი დაცვაში ჩაჯდომა და სრული ბლოკის დაყენება, გახსნის ეს ილიასთვის იოლად დარტყმის გზებს. არა, რეალურად არა. მე ვგრძნობ, რომ თუ მას სწორი მიდგომა ექნება იმაში, თუ როგორ წავა წინ ილიაზე, ანუ როცა მისი პრესინგის ქვეშ მოქცევა მოუნდება, მაგრამ თან უკიდურესად დაცვის სტილში მოქმედებს, რადგან იცის რა ბასრია ილია და ერთი არასწორი მოძრაობა და თვალებში სინათლეს ჩაგიფრობს. მაგრამ შემიძლია თუ არა წინ წავიდე პრესინგით, თან მაქსიმალურად დაცვაში ვიყო და ამავდროულად ვიპოვო მომენტები დარტყმისთვის, ინარჩუნებს ეს ჩემს უსაფრთხოებას ბრძოლის განმავლობაში? კი. აი მაგალითად, პედი პიმბლეტთან ჭხუბში გეიჯიმ საკმაოდ კარგი სამუშაო შეასრულა. თუმცა ილია ბევრად უფრო საშიშია ვიდრე პედი. მაგრამ გინახავთ გეიჯი ხანდახან როგორ იკვრება ბლოკში და უბრალოდ დგას ოპონენტის წინ. ისევ და ისევ აქ იხსნება გზები ფეხი დარტყმებისთვის. არსებობს ამ ბლოკის ავლის გზებიც, შესაძლო აპერკოტებით და მსგავსი რაღაცეებით. მაგრამ იქნება ეს ილია თოფურიას მთავარი მომტანი დარტყმები? განა ილია კომფორტულად იგრძნობს თავს, უბრალოდ დადგეს შენს წინ, ეძებოს მომენტები ახლო დისტანციაზე, გამოიყენოს ძლიერი მუხლიციანჩი ან დიდი აპერკოტები? ის კორპუსში დარტყმებსაც აკეთებს, მაგრამ მოუნდება მას უბრალოდ ახლო დისტანციაზე დგომა და დარტყმების უაზრო გაცვლა? არა, დიდად არა. ილია შესანიშნავად ახერხებს თავის დაცვას, თავს ისეთ პოზიციაში აყენებს, რომ კონდარტყმაზე დაგიჭიროს და თან ამავდროულად დაცული იყოს. ასე რომ გეიჯის მხრიდან დაცვითი პრესინგის წინ წამოსვლა, მყარ ბლოკში ჩაჯდომა და ილიასთვის იოლი ვარიანტების არ მიცემა, აი ეს იქნება მისი მიდგომა. მინახავს როგორ აკეთებს ამას და ვფიქრობ, მან იცის რომ ეს სჭირდება. შეუძლია ილიას მაინც იპოვოს დარტყმები, როცა უბრალოდ ჯებებს ისრვის, თუნდაც უბრალოდ გეიჯის ბლოკს უტყამდეს და როგორც კი გეიჯი თავად გადაწყვეტ შეტევას, ილიამ ეგრევე კონდარტყმით უპასუხოს. დიახ. მას საოცარი თვალი აქვს, ძალიან ბასია და თან ძლიერი დარტყმა აქვს. და თუ მან ის გააკეთა, მას შეუძლია გეიჯის თვალებში სინათლე მომენტალურად ჩაუყროს. ეს უბრალოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი გეიჯი გამოვა ოქტაგონზე. თუ ის ზედმეტად აგრესიული იქნება და იფიქრებს, შანსი პირველივე წამიდან უნდა გამოვიყენო, მან შეიძლება გაიცვლოს დარტყმა, მაგრამ თავად აღმოჩნდეს ნოკაუტში, ძალიან სწრაფად. მაგრამ თუ ის საკმაოდ დაცვის სტილს აირჩევს, ვფიქრობ, შეძლებს ბრძოლის რაუნდების გახანგრძლივებას, უფრო შორს წაყვანას და ილიას არ მისცემს იმდენ შესაძლებლობას, რომ იმ დარტყმებმა მიზანს მიაღწიოს. ასე რომ ვფიქრობ, მყარი დიდი ბლოკი იქნება მისთვის ერთ-ერთი ვარიანტი, რასაც ვიხილავთ. ეს მის სამოდენიმე ბრძოლაში მაქვს ნანახი, მას დასჭირდება ამ კომპონენტზე დიდი აქცენტის გაკეთება, რადგან რატომ უნდა დადგეს ილია მის წინ, უბრალოდ გაცვალოს დარტყმები და მისცეს გეიჯის შანსი, რომ მაინც იგივე ქნას, ის რომ უბრალოდ ახლო დისტანციაზე გაჩერდეს და გეიჯის ბლოკში ხვრელების ძებნა დაიწყოს. ამით აშკარად საკუთარ თავს გახსნის დარტყმებისთვის. ილიას კი ეს ნამდვილად არ მოუნდება. მოდით ახლა იმ კარგ რაღაცებზე ვილაპარაკოთ, რასაც ილია აკეთებს. ილიას უყვარს შენი უკან დახევა, პრესინგი და გალიასთან მაქსიმალურად მიმწყდება. მას მოსწონს შენი გამოჭერა იმ შავი ხაზის შიგნით, გალიასთან უფრო ახლოს. ცხადია, ეს კეთდება იმისთვის, რომ წაგართვას უკან მოძრაობის საშუალება. უკვე აღარ გაქვს ადგილი საით წახვალ, ამიტომ იძულებული ხარ აირჩიო, რომელ მხარეს გადაადგილდე. ის როგორც წესი გაიძულებს კონკრეტულ მხარეს წასვლას, უყვარს შენი მიმართვა თავის მარჯვენა ძლიერი ხელისკენ. აი რა გააკეთა მან კარგად ჩემთან ჭყუბში. მე ვიცოდი, რომ ის იმ მხარეს წამოვიდოდა, მაგრამ მე პრობლემა არ მაქვს მის ძლიერი ხელის მხარეს მოძრაობასთან, რადგან როგორც წესი მიყვარს ზუსტად ამ ძლიერი ხელის გარეთ ხაზზე ყოფნა. არ მიყვარს პირდაპირ მის მარჯვენა ხელის წინ დგომა, მაგრამ მის კიდეზე ყოფნას კარგად ვუმკლავდები. და რა თქმა უნდა, თუ ძალიან შორს არ ხარ და თავად არ უწევთ გადმოადგილება, რაც ძალიან რთულია.
და აი პატარა საკვანძო მომენტი იმ ბრძოლაში, რაც მას ხონაიდად გააკეთა, ვიდრე მანამდე მქონდა ნანახი. ბევრჯერ მას უბრალოდ ჩემს წინ დგომა და დარტყმების სროლა უყვარს, როგორც თავად ილიამ თქვა, ის კი არ აპირებდა ჩემს დაჭერას, მოკლე დარტყმებით, არამედ გრძელი კომბინაციებით გამომიჭირა. როცა ეს ახსენა მართალი იყო, მოკლე დარტყმები დიდად არ ხვდებოდა მიზანს, მაგრამ აი კომბინაციაში მესამე, მეოთხე და მეხუთე დარტყმები უკვე გადიოდა. თუმცა მე საკმაოდ კარგად ვახერხებდი თავის დაძვრინას და მის მარჯვენა ხელის გარეთ მხარეს გასვლას. მაგრამ აი რა გააკეთა მან ბრწყინვალედ. დააკვირდით, ის წინ მოდის, მე გვერდულად ზედმეტად ჩვენს ვიწყებ მოძრაობას. ის უბრალოდ რომ გაჰყოლოდა იმ კომბინაციას სწორ ხაზზე, მე უკვე ძალიან მარჯვნივ ვიქნებოდი გაცდენილი. მან კი კომბინაციის შუაში შესანიშნავად შეასრულა გვერდითა ნაბიჯი, დაიბრუნა მყარი პოზიცია და ბოლოს მაინც გამომიჭირა. მე კონტრდარტყმაზე წავიდი, ორივენი ერთმანეთის წინ აღმოჩნდით. ორივემ ვისოლეთ დარტყმა და მე გავატარე. მან გააკეთა ისეთი რამ, რაც მანამდე ბევრს არ აკეთებდა ხოლმე. მის სხვა ბრძოლებში ეს ხშირად არ მინახავს, ალბათ იმიტომ, რომ არ ყოლი ესეთი ოპონენტი, რომელიც ჩემსავით სწრაფად იმოძრავებდა გვერდულად. ამიტომ არ ეძლეოდა მის ჩვენების შანსი, რადგან მისი ძველი შეტევები უფრო წინ და უკან სწორ ხაზზე მოძრაობა იყო. ახლა კი ამას უფრო მეტად ვხედავთ, ალბათ უფრო მაღალი დონის მებრძოლებთან ჭუბის გამო უკვე ვხედავთ, როგორ ქმნის კარგ კუთხეებსაც. ის კომბინაციის შუაშივე ქმნის იდეალურ კუთხეებს, იკავებს ხელსაყრელ პოზიციას და იქიდან გაყრის ხოლმე მძიმე დარტყმებს. ან გამოდის პოზიციიდან უსაფრთხოდ და მერე უყდებს. ახლა კიდევ ერთ მომენტს გაჩვენებთ ჩემსავით. ის ბრწყინვალედ მომიახლოვდა, მე და წრილად დავიწყე მოძრაობა. მან კი გვერდითი ნაბიჯით გზა მომიჭრა, რომ ისევ ჩემს წინ აღმოჩენილიყო. და ისევ გალიასთან ვიყავი მიჭედილი, სადაც ვიგრძენი, რომ უნდა მეპასუხა კონტრდარტყმით და ორივემ ერთდროულად ვისოლეთ. ბამ! ეს იყო ის, რაც მაშინ მანამდე არ მქონდა შემჩნეული. მან შესანიშნავი სამუშაო შეასრულა და ძალიან მაგარი კორექტირება გააკეთა ბრძოლის მსვლელობისას. იმიტომ რომ ჩხუბის დასაწყისში მისი პირველი რამდენიმე კომბინაცია მიზანს აცდა. ის ისროდა, მე ავიცილებდი და უკვე გაცდენილი ვიყავი. მერე კი მან დიდებულად ამომიკეტა გზა გვერდითა ნაბიჯებით, რაც მართად უძლიერესი კორექტირება იყო. მანამდე ეს არ მქონდა ნანახი. ერთი რამ, რაც მან ბრწყინვალედ გააკეთა ჩარლზ ოლივეირასთან. გეიჯი ძალიან დაცვის სტილში იქნება. შემეძლია თუ არა ვისრულო რამე, გამოვიტყო ოპონენტის რეაქცია და მერე დავატყამ მძიმედ. თუ ის ძალიან ჩაკეტილი იქნება დაცვაში, მე მინდა ვაიძულო ის, რომ ჯები ისოლოს. ან ისოლოს ის მარჯვენა ხელი, რომელსაც თავის არიდებით ავისდნენ და ეგრევე მძიმე მარჯვენა კონტრდარტყმით ვუპასუხებ. მან ეს შესანიშნავად გააკეთა, ოპონენტი პრესინგის ქვეშ ჰყავდა, უნდოდა მისგან დარტყმების გამოტყუება, ამიტომ კორპუსში ჯები აჩვენა და თავი უკან დასწია. პირველ ჯერზე დიდი რეაქცია ვერ მიიღო, ამიტომ მეორედაც გააკეთა. ამ ჯების შემდეგ ოპონენტს მოუწია წინ წამოსვლა. თითქოს ნახტომით დაახლოება, რათა შესულიყო იმ დისტანციაზე, საიდანაც დარტყმას აპირებდა. და სანამ ის ასე ნახტომით უახლოვდებოდა და თავის მარჯვენა ხელს ამზადებდა, ილიამ გააკეთა ერთგვარი ვისებური ნაბიჯი გვერდზე. ანუ ჯები აჩვენა, მარჯვენა ხელს დაუხტო, მაგრამ თავად იმ დარტყმის ტრაექტორიის გარეთ გავიდა და ოპონენტი პირდაპირ თავისი მარჯვენა ხელის წინ დასვა. გენიალური გათვლა იყო, გენიალური. ჯები აჩვენა, უკან დაიხე და პირდაპირ მარჯვენა ხელზე წამოაცვა. მერე უკვე ყველაფერი დასრულებული იყო, თუმცა ბოლოს დიდი მარჯვენა ჰუკიც დააყოლა და მარცხენა ჰუკიც. თუმცა აღარ სჭირდებოდა, ის უკვე გათიშული იყო. და მე მჯერა, რომ ეს არ არის ის, რაზეც მან სპეციალურად იმუშავა. მან იცოდა, რომ მის ოპონენტს უყვარს ასე ნახტომით დისტანციაზე შემოსვლა. ის შემოდის დისტანციაზე და ეგრევე გიტევს, საკმაოდ აგრესიული, ამიტომ ილია ცდილობდა ზუსტად ამ მომენტში დაეჭერა კონტრდარტყმაზე. იმ ბრძოლის დასაწყისში ილიამ იდაყვის დარტყმა გაატარა, როცა ოპონენტი ასე შემოვიდა და ილიამ კონტრდარტყმა დააპირა. მაგრამ მარჯვენა იდაყვი მოხვდა, რადგან პირდაპირ მის წინ იდგა. ბრძოლის ბოლოს კი მან მსგავსი რამ გააკეთა, ოღონდ ნაცვლად იმისა, რომ ოპონენტი უბრალოდ აგრესიულად წამოსულიყო, ილიამ დაარტყა. თავი გარეთ გამოსია, ის აგრესიაზე წამოაგო, მაგრამ ამჯერად დასწმუნა, რომ თავად უსაფრთხო ხაზზე იყო. თუ ოპონენტს იმარჯვენა იდაყვის ან მარჯვენა ხელით ჩასმა უნდოდა, ილიამ თავი იმაზე უნდა უფრო შორს გარეთ მხარეს დაიჭირა, რომ დარტყმა მას არ მისდომოდა. და ამავდროულად თავისი მარჯვენა ხელი პირდაპირ ცენტრში ჩააყოლა, როცა თავად ცენტრალური ხაზიდან გვერდზე იყო გადახრილი. წარმოუდგენელი სილამაზეა, ბრწყინვალე შესრულება, აი ზუსტად ამ ტიპის რაღაცები დასჭირდება მას ჯასტინ გეიჯისთან. ჯები ისროლოს, მერე უკან გამოსიოს თავი და გეიჯიმ იფიქროს, კომბინაცია დაასრულა, ახლა ჩემი დროა უნდა დავედევნოო. აიკიდება მას და იფიქრებს, ის შეტევას მოსჭა, ეს ჩემი შანსია. სწორედ ამ მომენტში კი ილია კონტრდარტყმაზე დაიჭერს. იქნება ეს ასეთი მიდგომა? ილიამ ხო იცის, რომ როცა ჯებს ისვრის ან უტევს, გეიჯი ეგრევე ბლოკში ჩაჯდება. გეიჯი მაშინვე კი არ უპასუხებს დარტყმით, არამედ ეცდება ილია დისტანციიდან გამოსვლის დაიჭიროს და ისე გაუკეთეს კონტრშეტევა, როგორც ილიამ გააკეთა მაქსთან. სანამ გეიჯი ბლოკშია ჩაკეტილი, ილია კორპუსზე გადავა და ფეხზე დაბალ დარტყმებს დაუხსენს. საერთოდ დაუწევს ფეხების დამტვრევას, თან ისე რომ ბოლომდე არ გაიხსნას, რადგან ეცოდინება, აქ შეიძლება მახე დაუგონ. შეიძლება მოწყვლად პოზიციაში აღმოჩნდეს, სადაც სუფთა დარტყმას ვერ დასვამს ფინიშისთვის. საკუთარ თავს კი საფრთხეში ჩააგდებს. აი ლოუ-კიკი კი ნამდვილად კარგი ვარიანტია, უბრალოდ დაუშინოს ფეხებში. რამოდენიმე ასეთი დარტყმა ხელებზე და ბლოკზე ჯებების მიყოლებით.
თან ამ დროს ილია ცენტრალური ხაზიდან გვერდზე გადაინაცვლებს, სანამ გეიჯი ბლოკშია თავდაცვით პოზიციაში. შესაძლოა ეცადოს უკეთესი ხვრელების პონას დაცვაში, როცა თავად გვერდიდან უტევს, საიდანაც გეიჯი რეალურად ვერ უპასუხებს კონდატყმები. თუ ილია უბრალოდ მის წინ დადგება და იქიდან დაიწყებს გზების ძებნას ბლოკისავლისთვის, ცხადია ისეთ პოზიციაში აღმოჩნდება, სადაც თავადაც შეიძლება მოხდეს დათმობა. თუ იჯებს ისვრის, მერე გვერდზე გადაინაცვლებს და იდეალურ კუთხეს შექმნის, ილია ამას ბრწყინვალედ აკეთებს. ეს მაშინაც გამოჩნდა, როცა მაქს უტევდა. კომბინაციის შუაშივე მოახერხა გვერდზე გადანაცვლება და მარცხენა ჰუკის გასწორდა. მას ეხერხება დისტანციაზე შესვლა და ზუსტად იმხელა კუთხის შექმნა, რომ თავისი დარტყმები გაატაროს. შენ კი კონტრშეტევა გაგირთულო. იქნება ეს მისი მიდგომა, შეუქმნა საკუთარ თავს უკეთესი კუთხეების შეტევისთვის ისე, რომ თავად საფრთხეში არ ჩავარდეს და გეიჯის შანსები არ მისცეს. ფიქრობ, ეს კარგი გეგმა იქნება, მაგრამ ექნება ილიას იოლი გზები ფინიშისთვის? არა, ეს ალბათ ცოტა უფრო რთული იქნება. მაგრამ როგორც კი გეიჯი გაიხსნება და ხელებს აამუშავებს, აი ზუსტად აქ არის ჩემთვის მთავარი ანალიზი და გეტყვით, რას ვფიქრობ ამ ბრძოლაზე. როგორც კი ის გახსნას და დარტყმების სროლას დააპირებს, შანსის გამოსაყენებლად ჯერა რომ ილია ზედმეტად ბაზრში აღმოჩნდება და ეგრევე დაიჭეს მას. ილია საკმაოდ ფრთხილი და დაცვაში ძლიერია იმისთვის, რომ ჯასტინ გეიჯის ასეთ მახეში არ გაებას. და როგორც კი გეიჯი გაიხსნება, თამაში დასრულებულია. ეს შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს, როგორც კი თავს ხელებიდან გამოყოფს და ვფიქრობ, ეს ადრე თუ გვიან მაინც მოხდება. თავარი ბრძოლა, 5 რაუნდი. გეიჯი ეცდება ბლოკში ჩაჯდომას, მაქსიმალურ თავდაცვას, ბრძოლის გვიან რაუნდებში გადაყვანას და ილიასთვის იმ საშინელი ძალის წარქმევას. მან იცის, რა ძალას ფლობს ილია, ამიტომ არ მისცემს დარტყმის შანსს. იქნება უკიდურესად დავცვით სტილში. შესაძლოა ილიას ძალის გამოფიტვა შეეცადოს. შეიძლება თავად ისროლოს ლოუ-კიკი, მაგრამ დარტყმისას მაქსიმალურად დასული იყოს. იქნება ეს მისი მიდგომა? არ ვიცი, მგონი რომ ასე იჭუბებს მანამ, სანამ არ აღმოჩნდება ისეთ პოზიციაში, სადაც იძულებული გახდება გაიხსნას. ან უბრალოდ თავად ჩათვალოს, რომ ამის დრო მოვიდა, ილია კი მას მაინც ეგრევე გამოიჭეს. ფიქრობ, ილია ნოკაუტით მოიგებს, ის ფავორიტია და ფავორიტია კონკრეტული მიზეზის გამო. მგონია რომ ის ზედმეტად ძლიერი იქნება და ნოკაუტით გაიმარჯვებს. თან ეს გამარჯვება შეიძლება ადრეულ რაუნდშივე მოიპოვოს, თუმცა თუ ჯასტინ გეიჯი ძალიან დაცვის სტილს აირჩევს, შეიძლება ჭუბი მეორე ან მესამე რაუნდში გაგრძელდეს. მაგრამ როგორც კი გეიჯი გაიხსნება, ეგრევე ფინიშს იხილავთ. აი ამის იმჯერა მართლა, თუმცა ჯასტინ გეიჯიმ ბევრჯერ აჩვენა, რომ შეუძლიათ დაცვაში მყარა დგომა და საქმის იმგვარად გართულება, რომ ილიამ ასე იოლად ვერ გამოიჭიროს, როგორც ხალხს ჰგონია. ის არ არის ისეთი უგუნურად აგრესიული, როცა დარტყმას ირჩევს. მაგრამ ილიასთვის ბრძოლაში მას მოუწევს დაცვაზე ფიქრი და მან იცის ეს, ასე რომ ბევრ ბლოკში ჩაჯდომას ვიხილავთ. შესაძლოა მაინც განახორციელოს პრესინგი, დაიკავოს ისეთი პოზიცია, საიდანაც ილიას შეტევა შეიძლება, მაგრამ თან საკმარისად დაცული იყოს, რომ სუფთა დარტყმები არ გაატაროს. დაღლის ეს ილიას, ნახოთ, მაგრამ ჩემი პროგნოზია, ილიას მოგება ნოკაუტით პირველ 2 მაქსიმუმ 3 რაუნდში. აი ეს არის ჩემი პროგნოზი თეთრი სახლის ქარდის მთავარ ბრძოლაზე.